დღეს ვისაუბრეთ სამხედრო გაწევის და თავდაცვალების წარმომადგენლები უშუალოდ თანაბრად აქედან გამომდინარე, აი ამ თარიღით ზუსტად ვალდებულებების შესრულება. საქართველოს თავდაცვის სამოქალაქო მხარდაჭერაზე ასევე სამხედრო განათლება ვითარდება და იზრდება. საქართველოს თავდაცვის ძალები ეძებნიან საბოლოო ჯამში იპოვეს, თუმცა ღირებულებით. თავისი რესურსი აქვს ადამიანურ სერტყიეთ ამას. ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარგო და შეიძლება იქნას. ეს არის იმ წოდებრივი სარგო ჩვენი რაც არის. შეიქმნა სამხედრო გაწევის და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო. დღეს სტუმრად ყავდათ საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები. გვესაუბრეს ჩვენი ჯარის პროექტთან დაკავშირებით, გაგვაცნეს ინფორმაცია თავდაცვის ძალებში სამსახურის ფორმებზე და ასევე საერთაშორისო სწავლებაზე. ნახეთ ვიდეო მასალა, სადაც აღნიშნული იყო ქართული ჯარის წვნები და ასევე ყოველდღიური ცხოვრება. ეს მიღებული ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ ეს პროექტი ყოველწლიურად განხორციელდება. მადლობა ქართულ ჯარს. დღეს შევიძინეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია თავდაცვის ძალების შესახებ. მადლობა დიდი თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს. მოსწავლეები გაეცნენ თავდაცვის ძალებში მიმდინარე პროცესებს, ასევე სამსახურის ფორმებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს. მათ მიიღეს ინფორმაცია იმ ბენეფიტებთან დაკავშირებით, თუ რა პრივილეგიებით სარგებლობთ ჩვენ სამხედრო მოსამსახურეები და ჩვენი ოჯახის წევრები. მოსწავლეების მხრიდან ინტერაქცია იყო მაღალი დონის, დასვე საინტერესო კითხვები, გამოიჩინეს ინიციატივა.